გამარჯობათ. როგორც დაგვიყვით, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს და შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ტალანტები და თაყვანისმცემლები. ამჯერად ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ჩვენი მასპინძელი გახლავთ მსახიობი გია ჯაფარიძე. ბატონო გია, უპირველეს ყოვლისა მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა. გისურვებთ წარმატებები როგორც თქვენს პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენს საქმიანობაში. დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას. თქვენმა თაყვანისმცემლებმა იციან, რომ თქვენ ხართ სანდრო ახმეტელის თეატრის მსახიობი, მაგრამ შეიძლება ბევრმა მათგანმა ის არ იცოდეს, რომ ასევე გიხდებათ მოღვაწეობა როგორც მარნეულის თეატრში, მასთან ერთად კოსტავას თეატრში და აი საინტერესოა, მსახიობები ერთ თეატრში ვერ ახერხებენ მუშაობას იმის მიზნით, რომ ძალიან შრომატევადია ეს თქვენი სამსახური და აი სამ თეატრს როგორ უთავსებთ ერთმანეთს? ვასწრებ. მე როგორც ყველა რაჭველი ძალიან სწრაფი ვარ. მე ცხოვრება გამოვიარე. ხანდის კარგად ცხოვრობდი და ხანდის. მერე გავხობდი. ჩემი ქმარი ველში გამოდგა. ისევ სხვების ვიდგამდი წელზეფხს და სხვებთან ცხოვრობდი. ჯერ შვილი მომიკვდა. მერე ქმარი. რის გამოდიდა პირიქით თავისუფლად ამოვისუნთქე, მაგრამ სხვისჭერ შეფარებულს რა თავისუფლება მექნებოდა. ასე მეგონა არასოდეს მიღირსებოდა საკუთარი კერა, მაგრამ აი, გამოჩნდა მამა შენი და გიყიდა. როგორც კახა საფასურად რას გაძლევს, როგორ შეთანხმდა? როგორ მიდადა? მეტა საფასურად რას გაძლევს მეტი? ამ ფერმას ალბათ. დედა ჩემს ფერმას. ჩემს ფერმას. შენს ფერმას? მაგასაც ნახავ. დიახ, მე ოჯახი მინდოდა. ბებე. აი მაგას მე მამაჩემს მოვახსენებ. სიტყვით გადავცემ. უცეთ არ დაგიჯერო. აი მე კი ვეტყვი. განგებ მიგონებს მეწყე, საერთოდ გაგაგდებს საკეთა. შეკახა. ჩემი წელი, ჩემი სამზარეულო, ჩემი ფერი. გაჩუმი! არა! ჩვენი გადაცემის თანახმად, ესე იგი, რომელსაც ეწოდება ტალანტები და თაყვანისმცემლები, ჩვენ მაყურებელს ტალანტს წარმოუდგენთ არა მარტო სცენაზე, არამედ მის მიღმაც, რომელშიც ცოტა მოგვიანებით დამეხმარებიან თქვენი კოლეგები. ამჯერად კი მოგვიწევს ჩვენ ინტერვიუს წაყვანა და აი საინტერესოა. მე ვიცი, რომ თქვენ ხელოვანი ოჯახიდან ხართ. დიახ. თქვენი მშობლები და ასევე თქვენი ახლო ნათესაობა. აი რამდენად შეუწყო ყოველივე ამან თქვენს პროფესიის არჩევას ხელი? ნუ ის ფაქტი რომ თითქოს მე მქონდა პროფესიის არჩევაზე ფიქრი და ტვინის ჭყლე და არ ამგონია რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ მე უკვე 5 წლის ვიყავი რომ სცენაზე ვითამაშე პირველად. გიგა ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, ბიძა ჩემი გახლავთ. თელევიზი ოჯახი, დედა ჩემი, ძმა მისი ბატონი შალვა და ყველა სცენაზე იყვნენ და ფაქტურად მე ბავშვობიდან სცენაზე ვიყავი. ბავშვობიდან კი არა, თუ გამოვთვლით ზუსტად აკვანი ჩემი იდგა სცენაზე. ამბროლაურში დედა ჩემი თამაშობდა პრემიერას სისხლის სრემლებს და ნუ სახში ვერ დამტოვეს სცენაზე კულისებში იდგა ჩემი აკვანი. ძალიან დიდი სტაჟი მაქვს სცენაზე ყოფნის. ჯერ კიდევ აკვიდან იწყება მოღვაწეობა. ხო და მოკლედ ისე შემოვიდა ჩემში ეს თეატრისადმი მოთხოვნილება, თეატრი ჩემი ისე გახდა ნაწილი, რომ არც კი მიფიქრე იმაზე, რომ თეატრში უნდა მივიდე და თეატრი უნდა როგორ იქნება თეატრთან ჩემი დამოკიდებული, იმიტომ რომ თეატრი იყო რაღაცნაირად ბავშვობიდან შეერწყა ჩემს ცხოვრებას და ჩემს ყოფას. ჩემს დედმამიშვილებს, ჩემს გიგას და ჩემს შუქურას საამაყო შვილები ხვანან. ჩემი პირველი სიხარული დედმამიშვილების შვილებიდან გახლდათ ქეთინო ჯაფარიძე.
და შუქურას მხრიდან, ჩემი დის მხრიდან, ჩემი გია. გიას დაბადება დედა ჩემისათვის და ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერება გახლდათ, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და წარმოვიდგინეთ თქვენ რომ დამიძახებდა შალვა ბიძიას პატარა, რომელსაც შუქურას შვილი ერქვა და დღემდე ასე მოდის ამოდენა კაცია, სამი შვილის მამა, ალბათ სულ მალე შვილიშვილიც ეყოლება, ბედნიერება უსურვოთ და ისევ შალვა ბიძია ვარ მისთვის და გამორჩეულად ამაყი იმით რომ გია ჯაფარიძე დღეს უხდება საქართველოს, უხდება ერსა ჩვენსა, უხდება თავის თეატრს, ქართულ ლექსს, ქართულ სიმღერას, ქართულ გენსა და ჯიშს. ბედნიერი ვარ რომ გია ჯაფარიძის ბიძა ვარ და ეს ალბათ მარტო გენეტიკური სიამაყე არ არის. ეს სიამაყე იმისა რომ როცა ადამიანი ზურგს უკან გაიგონა კარგს და მასზე ასე ბევრს ლაპარაკობენ სიკეთეს, აი ესაა სიამაყე შენ და მაშინ უნდა გაჩვენდე. მაგრამ ეხლა მე თქვენის წყალობით ცოტა მეტი ვილაპარაკე. ლოცავდეს გიას ღვთისმშობელი და მისი უსაყვარლესი რაჭა, რომელზედაც ის შეყვარებულია და სამწუხაროდ აი ამ რთული ცხოვრების გამო ის ხშირად ვეღარ სტუმრობს, ვეღარ მოდის, მაგრამ მისი სული რომ იქ ტრიალებს და ლოცავს თავის სანახებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. აი ლოცი ჩემო გია, შენი ბიძა გენაცვალოს. დებიუტი ძალიან ადრე შემდგარა თქვენი, როგორც უკვე აღნიშნეთ, მაგრამ თვითონ აი როგორც მსახიობის დებიუტი, უკვე პროფესიონალი მსახიობის, მას შემდეგ უკვე საკმაოდ როა გასული. იმის შემდეგ ესე დებიუტი ქონდათ როგორც სცენაზე, თეატრში, ასევე ფილმშიც. აი საინტერესო, აი ორივე მხარეს ნამუშევარი ხართ. აი რომელია უფრო თქვენთვის, ასე რომ ვთქვათ, ახლო იქნება თუ სასიამოვნო სამუშაო, თეატრი თუ კინო? თეატრი, რა თქმა უნდა, თეატრი ეს არის ცოცხალი შეხება მაყურებელთან. როდესაც თვალებში უყურებ მაყურებელს, მის სუნთქვაზე გრძნობ და საოცარი იმპროვიზაციის, თუნდაც სიცოცხლის ცხოვრების აი პირდაპირ იქმნება მაშინ სიცოცხლე და ცხოვრება სცენაზე ახალი. კინო ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუ შეიძლება კინოში მიწვში თუ არ შედგა, აი მეორე დუბლს, აი მეორე მესამედი, აი მეორე მეოთხე. ძალიან საინტერესოა კინოში სხვანაირი ხელოვნება არის. მაგრამ უფრო საინტერესოა თეატრი მგონია იმით. მაინც პირდაპირ ურთიერთობა მიყვარს ადამიანებთან და შესაძლებელია ტელეფონზე ლაპარაკი არ მოხდა. არა თუ პირდაპირ არ ლაპარაკები. ამასაც არ ამუშავებს რა. შენი იმედი ყოველ ჩემი არა ვიდეო. მე ვიცი
ვიცი რომ თქვენ გყავთ 3 შვილი. აი მაინტერესებს რომელიმე მათგანი თუ აპირებს თქვენი მამის კვალზე გაყოლას ისევე როგორც თქვენ გააგრძელეთ ოჯახური ტრადიცია. რაც რა მოგახსენოთ უფროსმა სულ სხვა პროფესია ერთია. იგი მომდევნო მეცხრილაშია და არ გადაუწყვეტია რასიზმს. ეგრე სულ პატარაა მეორე კლასია და ნახოთ, ის ძალიან თეატრალურია სხვათა შორის. მე ვიცი რომ თქვენ ასევე შეხება გაქვთ ანსამბლ ფაზისთან. დიახ. ჩვენ გქონდა საშუალება გავესაუბრეთ მის რამდენიმე წევრს, ძალიან კარგად დაგახასიათეს დავემატებ ამას, და თქვენ თვითონ რა სიტყვით ამას ამთან დაკავშირებით? ეს არის საოცარი დიდი სიამოვნება, როდესაც ასე უმაღლესი დონის ანსამბლთან გაქვს შეხების წერტილი და ჩვენ გქონდა თანაც ისეთი ლამაზი ურთიერთობები, ისეთი კარგი ურთიერთობები, რომ ეს არასოდეს არ დავიწყდება. მე ასე მგონი ადამიანს ასეთი რამეები არ ავიწყდება. ერთი გადასარევი სურათი მაქვს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში ზივართ ჩვენს ყველა უზარმაზარი ქვარი ამდენი 10-12 კაცი უსხებლად და მღერება. ეს არის ულამაზესი სურათი. ალბათ ამდენები ამაყებს ყოველთვის რომ ანსამბლ ფაზისთან ქონდა შეხების წერტილი. ჩვენ ქონდა გაკეთებული საოცრად ქართული კომპოზიცია, ლიტერატურულ-მუსიკალური. ძალიან კარგი იყო ჩემი აზრით რა, ძალიან კარგად მახსოვს. და ისე საერთოდ კერძო თითოეული მათგანი ისეთი ადამიანები არიან, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან დიდი სიმდიდრეა ადამიანისთვის. ვისაც უყვარს ქართული და ვისაც უყვარს ქართული ჰანგი. ჯაფარიძე არის უნიკალური მსახიობი, ძვირფასი წარმომადგენელი ჩვენ თეატრალური საზოგადოების ძვირფასი მომღერალიც ამავდროს. და ვუსურვებ მას ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დიდ სიყვარულს, დიდ სცენაზე მოღვაწეობას და ვერთმაკნას რომ აი სალამს ხოვობთ და ერთმანეთს უყურებთ დიდხანს საბედნიეროდ გეუყურებთ ერთმანეთისთვის. იცოცხლა ბედნიერად. ჩვენ ანსამბლი ფაზის წევრები ვართ და ერთად აგვაქვს შემოქმედებითი ურთიერთობა, სპექტაკლი დუმილი რეკავს. ასე რომ ჩვენ მოგზაურობაშიც ვიყავით და გავიცანით კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, გია წარმოადგენს ნამდვილ ქართველს, აი ქართველი როგორც უნდა იყოს. თავისი ვაჟკაცობით სიალალით და რა ვიცი, ყველაფერნაირად. როგორც სახიობი კიდე, აი ყველა ვინც კი იცნობს, ყველა ხედავს, რომ ყველაფერი ბუნებრივი მონაცემი და ფიზიკური ყველაფერი აქვს იმის, რომ სახიობი განუმეორებელი რა და ეს შეწყმულია თავის სულიერი და ფიზიკური ყველა თვისება ძალიან კარგად და ვაჟკაცურად. როიტყვიან, აი როგორც კი უნდა იყოს ქართველი, აი ესეთი გახლავთ გია ჯაფარიძე. გია არის მართლაც ღირსეული ქართველი. აი როგორი უნდა იყოს ქართველი, სწორედ მასია განზოგადებული. ვისურვებდი რომ მრავალი დაიბადოს გიას მსგავსი ადამიანები და მრავალი ყავდეს ქართულ სცენაზე იქნება, სასიმღერო ხელოვნებაში თუ სხვადასხვა სფეროში ჩვენს ქვეყანაში. არასარევი პიროვნება, არასარევი კაცი, ემილი აქვს სახეზე, სუფრაზე იქნება ეს თუ სცენაზე იქნება თუ ქუჩაში, ყველგან მომღიმარი და თბილი ადამიანი. მე ასევე გავიგე რომ თქვენ თურმე დაგნიშნეს ამ თეატრში სადადგმო გამგე. სადადგმო გამგე. სადადგმო ნაწილის გავიგეთ. ამასთან დაკავშირებით ხა რა სიტყვებით რასაპირებთ? დიდი რეფორმები. დიდი რეფორმები მინდა ჩავატარო. რა ვიცი, ნუ დღეს ჩვენ თეატრში ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. თეატრი ფაქტიურად თავიდან შენდება. და გადაწყვიტეს ხელმძღვანელობა, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხატვარმა, ბატონმა აიენ გოჯელიძემ, სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო ანდღულაძემ და მითხეს რომ დავიდე იბერჩი და სადაც მონაწილეში მოგვეხმარი რომ იციან ახლა მე ჭირკედელობა მიყვარს რაღაცების კეთება და არავითარ უფლება არ მქონდა მე უარი მეთქვა მithumetes როდესაც ამხელა საქმე კეთდება. ახმედელის თეატრი ფაქტიურად თავიდან იბადება დღეს. ვიქტორი პრემისგანაც ასე მსმენია. ვაჟკაც რომ გაუჭირდება, მას ვაგზარდანია ხარიტე ჯორისა. არც მე მიჩიოთ ხარაჯის მიცემის კონკრეტ მაგრამ ძლიერ განმიგივია რაც ერთში შველა მონათაგავს საომარ სტილოსთან შეტაკება.
შეტაკება ეპელას მიერ პოწონის საგამოს ყოველას აქვს. ვინც მეფის საამებლად არასაქმეს შესაძლებლად დასახავს, იგიტაცი ცუდი მრჩეველია უდუოდ. სისხლი მოატმა ხარგრძელსა, გული ხარცეცხლი გაევსო. ერთი ხმამაღლა შეკვირა რა სიტყვის სამლა, აეწყო. აპატრონი მითელა ვისცილად გაასპაისადი, გონდა ტანკული დაასპაიაპას, ეშმაკისა ნარდები შეკრა თამარ, რადმოებ აუშმეთ. თახსაც მოვჭრიდი მეფეო. მაგრამ ელჩობა მუშველა. რაინდი მეფის ზვირის უქმნელს ბევრს როდი ალაპარაკებს. ილებში გაიგონებო. უშტაბობზან არადებს. მე ვიცი და შეიძლება ბევრმა იცოდეს უკვე, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და ამიტომ მინდა რომ ეს ფაქტი თქვა. თქვენ ხართ ბუნებით მებრძოლი ადამიანი. ასევე იბრძოდით იმ დროს, როდესაც საქართველოს უჭირდა აფხაზეთის ბრძოლის პერიოდში. აი ხო გაიხსენებდით რაიმე. ახსენებელი მდინარე ბევრია რომ არის ერთი ვიცი რა მოარჩია. უბრალოდ რა არის ჩვენ ვართ ის ადამიანები ვინც მოვედით იმ პერიოდში როდესაც არ ვიცოდი რა იყო თოფის სროლა აქტიურად მე ახლა მონადირე კაცის შვილი ვარ მამა ჩემი ბავშვობიდან იარაღთან მარჩევდა და ვიცი ახლა თოფი როგორ არ ვიცი და ის რეაგირდეს მაგრამ როდესაც მოხდი იმ სიტუაციაში რომ ადამიანისთვის უნდა მესროლა ვერ ვისროლე სოფელეთ საგერაეთ უჩანჩირის რაიონში და იქ შევედით მისახმარებლად მივიდოდით საგერას სკოლაში იყო რაღაც ალყაში მოწყობილი ჩვენი ნაწილი და იქ უნდა შევსრულიყავით იქ უნდა მიხმარებოდით და ну დაქვენ რა თქმა უნდა ჩასაფრებულები მოწინააღმდეგე და რომ ვესროლეთ აწვი და საომრად მიდიხარ პირველად შეხვედი 4 დეკემბერი პირველად შეხვედი საომრად მიდიხარ და ვერ მოვიფიქრეთ რა ჩავწვი და წევაც უყოლა ისინი გვესვლიან ჩვენ მოკდა ერთი კაცი მოკდა მეორე მოკდა ირგვლი მე მაინც რაღაც აზრმა კენწლად იგია რა კლავ კაც ვისროლე შენა ვისროლე არის რა მახსოვს რა გინდა ჩემს თვალს მოგდა ბატალიონის უფროსი მოადგილე ალეკო კუპრავა იაბერიანიძე ეს მოდარ როგორ ვეძახოდა თელეგრამი ხუმრობდა ეს მაღალი ვიჯი იყო იურაფიულია ანგაი ვიჯი იყო რა ხალისიანი რაღაც ისეთი ვიჯი და დაეცნენ ამ იურას ეხვეწებოდა ვიღაცა მისი ეგუგარი რომ იურა ხომ უნებოდიო წუხელიო რომ თუ დაიჭრები მე გაგათრევო ამან თქვა ეს დაჭრილი ვარ ბიჭო რა ნედ გაგათრევო და გავიგონე როგორ მოხდა თავში ტყვია მე გავიგონე ანძნელი ამაზე ლაპარაკი იტომერე რაღაც ბიჭი და მიზახისო კუდით ვიყავ ჩემ კუდით ისინი სვანო კუდით მოხდა კაზეში დაიწერა მე ეს სვანო კუდიანო მოდიო მიშველო ეხლა მოვიდეთ წავედი მივედი ხოხი ოკიდე ხელა გამოვათხიეთ ის გამოიყო გადაჭრილი ფეხებში ეს 4 თვეა მოხვედრილი ეს რო გამოიყვანე ჩავაბარეთ იქ ხალხს გამოაგზავნე გზა და მეორე დაჭრილი მე ეს ამოიყვანე და მოსდნენ ძმები აღმოჩნდნენ ჩემი თხიშვილები რაჭველები ყველიანები ერთი გარდაიცვალა მეორე ადარჩა რაჭა ახსენეთ თქვენი კუთხე
რაჭასთან დაკავშირებით. ჩვენი კუთხე. რას მოიგონებდით? თუ რამე ლამაზია დღეს ჩემში და თუ რამე კარგია, ეს არის ყველაფერი რაჭის დამსახურება. სულ ყველაფერი აი თუ რამე არსებობს. თუ იცის გიორგი ფერზენის სიმღერა, თუ ხარია ცხოვრება, თუ სიყვარული იცის, თუ მეგობრობა იცის, თუ კაცობა იცის, ეს არის ყველაფერი რაჭის დამსახურება. რაჭის მთლიანად მისი ხალხის და მისი ბუნების და მისი საოცარი თბილი გარემოსი რაც იქ რეალებს. საოცრება არის. მე ბუნების მოყვარული კაცი ვარ, იცი შენ. ითხარი კიდევ მამაჯერ მონადირე კაცია და არ ვიცი თითქმის შემოვლილი გვაქვს ყველაფერი. რაჭის ადარო ყოფილა რომ ქვაბახეთიდან რომ გადმოდგებიან ფოსხორებიდან ზეიდან რომ გადახედავ. აუმაკის სვანების მთები მოჩანს. აი მაშინ მიხვდები რატო ქვია რაჭას რაჭა, ესეთი უზარმაზარი ქვაბი როა. უზარმაზარი. საოცარი ლამაზი. საოცარი სიკეთეა, საოცარი თბილი დამოკიდებულება იციან ასე და ჩვენებურებმა. უზარმაზარი იუმორი. თის იუმორი განსხვავებულია საერთოდ. მოიხსენებაში. ყველას არის ის თან რაჭის. რაჭის. რაჭულების ანეკდოტები ზურაჭულების მოგონილია. აი. ერთ-ერთ ანეკდოტს ხო არ მოყვება. რაჭულებზე? რაჭულებზე. აი ბადა. შმერელები დგიან სანახშოზე და დათმა მოიტაცა ხბო მიარბენიეს. და ერთი დგას განზე იქიდან და არიქა უშველეთ და მე რა ყველა შველა უნდა რა ვერ ერევა. ხელი არ ახლა ჩავ. ყველაფერი ჩემი ბრალია. Видишь, ძველო შენ. No, შეძლებო გეშია. დადი просто ბოლოს გადაჭრა. დადი, მოხდე ხოლეჭა. მოჭერი თავი. დადი შეარ გადაჭრა. უშეფო. დედი, კიდე რომ მოყალი, დედი. დედი. მიმდინარეობს პარალელურად რეპეტიცია ჩვენ ხო საგიმნაზიო ოთახში ვზივართ თქვენს ოთახში იქით კი თქვენ მეგობრები რომლებიც ჩვენ უნდა შემოგვეშვებონ ასე ვთქვათ მაყურებელს რომ უკეთესად გააცნონ თქვენი პიროვნება ისინი იქ რეპეტიციაზე არიან და რა იდგმება რა სპექტაკლი იდგმება და როდის უნდა ელოდოს ამ სპექტაკლს თქვენი თეატრის მაყურებელი ეხლა იდგმება ჩვენს თეატრში აკა მორჩილაძის ხალიაშვილის კურსის ზაღლები ძალიან საინტერესო მასალა არის ეს და მე მგონი რომ კარგი უნდა გამოვიდეს. საინტერესო კაცია დათმანო გულაძე. ძალიან საინტერესო მუშაობს. ძალიან იოლა. სუბუკატი, კარგი. მე მგონი კარგი უნდა გამოვიდეს. ნახოთ. და როდის და იქნება ალბათ საშობაოდ. 14 იანვარს კიდე ქართული თეატრის ეროვნულ აღინიშნოს ჩვენთან. იმიტომ რომ ყველა მობილიზებული და ვებრძვით ამ მშენებლობას და ყველაფერს და შემიძლია. შეგიძლიათ ქართული თეატრის დღე? აღინიშნება ქართული თეატრის. ისეთ საინტერესო იქნება მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის. გიორგი ჯაფარიძეზე ალბათ ბევრი ლაპარაკი შეიძლება რამდენადაც თვითონ მისი პიროვნება როგორც მსახიობი და როგორც ადამიანი იძლევა ამის საშუალებას. მე ორი სიტყვით მოგახსენებთ ამ ახალ სპექტაკლში დაკავებული მყავს გია და ჩემი შთაბეჭდილებები შეიძლება გამოიხატოს ორი სიტყვით რომ ეს გახლავთ ის მსახიობი რომელიც ფლობს დიდ შემოქმედებით
ენერგიას და მე მინდა სურვილი მაქვს იმის რომ მან ეს შემოქმედებითი ენერგია მაქსიმალურად რეალიზება გაუკეთოს ამ შემოქმედებით ენერგიას და მე მგონი ამის საშუალება გვექნება ჩვენ მომავალში ეხლაც ამ სპექტაკლზეც და მომავალშიც. მაგას გარდა კიდე გიას აქვს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი თვისება, რაც აუცილებელია მსახიობისთვის. ის არის ამ თეატრის მსახიობი და მას ძალიან აღელვებს ყველაფერი ის, რაც თეატრში ხდება და თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე თავის შესაძლებლობების ფარგლებში ის მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ თეატრს დაემსგავსოს ის ენერგიას და ძალას არიშურებს ამისთვის. ამისთვისაც ძალიან დასაფასებელია იგი, როგორც აი ამ შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მე მას უსურვებ, როგორც გითხარით, იმ შემოქმედებითი ენერგიის რეალიზებას და ყველაფერი კარგს. აი რაც ფილმში გაქვთ როლები. იყავით დაკავებული ფილმებში. აი მაინტერესებს ხშირად არის რომ ფილმი გამოვა მაყურებელი იხილავს ამ ფილმს და რომელიმე მსახიობს რაც ამ მსახიობს ისე რომელი გმირის სახელითაც არის უწოდებული რჩება შემდეგ ეს სახელი. თუ გქონიათ თქვენ ესეთი რაღაცა რომ გამოკოლოდით ცხოვრებაში. იყო ძალიან ხშირად. გამოვიდა ზოგიერთი მაგივრელი რამდენი გამოვიდი ქუჩაში სიძე შეძველო მესახნე. ხარება და გოგია გამოვიდა და ჩორტიოზნე მე კი არა ჩემ შვილს უძაყოდნენ ჩორტოვიჩს. ხარე შენ გასაგონად ვამბობ აი ეგრე იყურებ და თვალში არ მომდის შენი სიჩუმე ვიცი რასაც აფიქრობ და რახან მუხთალი წუთის სოფლის სასამართლოს სკამზე ერთად აღმოჩნდით ყველანი არა ყველას თითო სიტყვა გვეკუთვნის და ეგ სიტყვა შენ მინდა გითხრა აი იმათ კი იმათა ვისაც განაჩენი გამააქვთ აი მითი გავცემთ პასუხს შენ კიდენაც მორე სიყვარულით გეტყვი თავს თუ რამეში მართლად არ აგრძნობ არა ერთი სიტყვით ჩვენ ერთადა ვართ ყველანი თუ მართლები ვართ არა ერთადა ვართ მართლები და თუ მტყვანები ვართ ისიც ერთადა ასე რომ რაღაცა ბევრი გავაგრძელო შენ გაგიმარჯოს ჩვენთან ერთადა თუ არა და ჩვენი გამრუდებული ცხოვრების ხვაშიათი ხომ გავისწორეთ არა თუ ვინმე ბიჭია ჩვენს ხო ვართ ბიჭები ჩვენ უკვე ავღნიშნეთ რომ ჩვენ გადაცემას ეწოდება ტალანტები და თაყვანისმცემელი და ტრადიციისამებრ ამ გადაცემის ბოლოს ტალანტი თაყვანისმცემელს მიმართავს რამდენიმე სიტყვით თქვენ გეძლევათ საშუალება რომ თქვენს თაყვანისმცემლებს მიმართოთ უღრმესი მადლობელი ვარ ყველასი უღრმესი მადლობელი ვარ ყველასი ვინც თუნდაც ერთხელ მაინც ყოფილა ჩემს სპექტაკლზე ან ჩემს ფილმზე და ვისაც მიმინიჭებია ის სიამოვნება რაც უნდა მიანიჭოს ქართულმა მსახიობმა ქართულ მაყურებელს თუ მე ოდნავ ვინმეს გულში რაღაც სიკეთე ჩამეღვრია ესე იგი ეს გული ყოფილა ხისი იმისი რომ ეს სიკეთე იქ ჩაღვრილიყო დიდი მადლობა ჩემო ბატონებო და ქალბატონებო გია ჯაფარიძე
კარგი ქართველი კაცი, კარგი ოჯახის პატრონი, კარგი მსახიობი, კარგი მეგობარი და ყველაფერი ეს გიას მოსდგავს თავისი დიდი ოჯახიდან. ეს დიდი ოჯახი გახლავთ რაჭაში, ჯაფარიძეების ოჯახი, ბატონი შურა ჯაფარიძე, ქალბატონი შუქურა დედა, საოცრად განათლებული ოჯახიდან არის ჩემი გია, პედაგოგი გახლავთ დედა, მამა ტექნიკუმი ელექტროინჟინერი გახლავთ, ყავს კიდევ დედის მხრიდან ორი ბიძა. ეს გახლავთ ყველასთვის ცნობილი გიგა ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, რომელმაც შეეწირა არ ითქმის, იმიტომ რომ უდიდესი პატივი დაძდობით თავის კუთხეს, თავის რაჭას, უდიდესი რეჟისორი, უკეთილშობილესი პიროვნება, მრავალმხრივ ნიჭიერი, მხატვარი, მან გადაარჩინა სტვირი, საზანდაცველი რაჭურის სტვირი გადაარჩინა. ლექსები აქვს საოცარი კარგი, სიმღერა აქვს დაწერილი, ჩვენი თაობა იმ პერიოდში მღეროდით და ეხლაც ვიცით და უნდა აღვადგინოთ გია ჩვენ ის ერთ-ერთი სიმღერა მაინც. მეორე ბიძა, ბატონი შალვა კიდევ ჯაფარიძე, იგივე დაჯილდოებული რეჟისორული ნიჭით, იგივე დაჯილდოებული მსახიობური ნიჭით და ესეც ყველასთვის ცნობილია და თელმა საქართველოს იცის, რომ ის ხელმძღვანელობს გუნდს ხალხურ სიმღერებს და გადაურჩინა საქართველოს როგორც რაჭურის სიმღერები თავის კუთხის, ეხლა წელს ვნახეთა და შარჩან კიდე გია, რომ უკვე მთელი ყველა კუთხის სიმღერებს ასწავლის თავის ანსამბლს და ეს უდიდეს საქმეს აკეთებს. შეიძლება უფრო ადრე უნდა მეთქვა, მე კიდევ რომ ბებია, იგი გიგა ჯაფარიძის და ჩემი გიას ბებია დედის მხრიდან, ქალბატონი, რომელიც მე ძალიან კარგად მახსოვს, უკეთილშობილესი ხარი, დარბაისელი, იქელა და გარეგნობაისელი და როგორც ტრადიცია საქართველოში ქონათ, აი ძველ ქალებს თავადებს ქონათ, ხელსაქმე ისეთი ნახარგები აქვს, დღესაც გიგას უკიდია სახლში, საოჯახო რელიქვია ეს, საოცარი, ისეთი თბილი ადამიანი იყო, მახსოვს, როგორ მომმართავდა. ასე ჩემი გიას თქვენც გახსოვთ, აი ის პურმანი რომ მოგვიტყო რაჭაში გასტროლების დროს, იქ რომ მოხუცი ბაბუაროი და კონსტანტინე, დიდი კონსტანტინე, რა სიტყვა წარმოსთქვა და როგორ დაგულოცდა და რა დონის იყო. დიდი ყანწის რო დავიდა. ყანწის მიიღა 85 წლის იყო თუ რაღაც იმ პერიოდში. აფელაგანდი. და ბატონები ეს პატარა მიმოხილვა, ჯერ მეგობრებო, მითო გავაკეთე ეს პატარა რაღაც იმისი, რომ რაჭის პერიოდი და იქითური მხარე მე ვიგარე როგორც მე მომსწევა და თან ნახული მყავს ეს ხალხი. და ამდენი რამე რომ მის წრეში, მის წინაპარში და მის ლევანდელის მას ამყვევს თავის სანათესაო და სისხლი, გენიდან გიასაც გამოყვა. აი ასეთი წლიდან არის გამოსული ჩვენი გია და ეხლა თქვენთვის ჩავიბარებია და ეხლა შერაზდა ხო, ეხლა მამიდან ყავს ქიმიკოსი, ბრწყინვალე ქიმიკოსი ერთი, მეორე მამიდან ყავს მხატვარი საქართველოში ერთ-ერთი დიდი გრაფიკოსი. 10 საუკეთესო გრაფიკოსი გადის საქართველოში. არა, იმალი გამოწვევა არ დაწერილი. ერთი რამ მახსენდება ბატონებო, არ დამოვიწყდება ცხოვრებაში რა.
სპექტაკლი გვაქვს ერთი მბუჯი. ერთი მბუჯი რომ მოგეხსენება ტრაჭველი კაცი და ღვთისმშობლის კოლორიტი და იყო ერთი ამბავი რომ არაფერს წაიკითხო ეს ლექსი და ეს ბოჰემა თბილისური ხალხური გრიშაშვილი ამოატრიალა ჩემ ბატონო და არის ერთი ამბავი და მახსოვს და გამოვიდა პრემიერა სხვათა შორის 23 დღეში მითამაშეთ პრემიერა. ასე არ იყო კი? ხო და ახლა ეს არის აწყობილი თვითონ დეკორაცია არის აწყობილი ამ კასრებზე რა. კასრებზე აგებული ეს მთელი დეკორაცია და ეს რაღაცა ეს პრობლემა და ეს კასრი ეს რამდენიმე კასრი რომელზეც სცენა მიმდინარეობს იყევ რაღაცა ჩავარდნას აპირებს და რაღაცა ბოლოს სცენა ქონდა გიას რომ დადგება ეთიმი და ელომ წყალში თავი დაიხრჩო და მას ლექციებს ასაკებს ცეკვავდი რა ხო ცეკვავს ეს ეთიმი და მე ამბავი შემოვფრო ელომ წყალში თავი დაიხრჩო რა ეცეკვებული არა ზების პერიოდში შემოდის ის სამბელო შემოვიდოთ შემოდის და ამბავი შემოვიდა ეს ამბავი შემოვიდა ახლა რა ხდება ხალხო იცით გიამ გაამაგრა ეს კასრი საგულდაგული და დადგა რომ იმ საღამოს იცის რომ არავინ არ მიხედავს ახლა თვითონ თუ არ მიხედა ამ საქმეს იმიტომ რომ მოყეული ჩავარდებოდა შიგნით იცოდა და გაამაგრა საგულდაგულოდ და დადგა და ბავრი ყავდა ეს რა ქვია იმასაც ბუტაფორისტი თუ რაღაცა რეკვიზიტორი ხო და მოვიდა ეს ბავრი და შეცვალა ახლა გადადგა ეს კასრი არა თამასა რა იყო რომ მე რა არის მარავნო გამაგროს მეთქი ეს კასრი მე და ეს უნდა ჩავარდე შიგნით რომ მივხვდი რომ არავინ არ ამაგრებს მე თვითონ დავჩინე და გადმოატრიალე ეს ავამაგრე დადგა და ბოლო ეს სცენა შემოდის ამბავი და ია ცეკვავს ახლა ესეთი ცეკვავს შემოდის ახლა ამბავი შემოდის ელომ წყალში თავი დაიხრჩო და გაშეშებულები ვართ სულ ყველა მთელი ეს მასა ვინც ადგილად იქ და თავი დაიხრჩო და მანდ წაიკითხოს ლექსი თანდოს ბახ თუ გიაღმოჩნდა კასრში ახამდე ჩამოუსვლია ეს კასრი მე რომელიც გავამაგრე გვერდზე გადავუდგე ახამდე მორყეული კასრი დავუდე შენ დაჯერებული ვარ რომ არ ჩავარდე წარმოიდგინეთ ამ ხელა კაცი უსუსული აღმოჩნდა ხო ასე იქნებს ხელას ვერ შემო ვერაფერს და დაწყო წამოწვა და ახლა ჩვენ ყავდა ერთი ასეთი მსახიობი მერაბი ფაილოძე სკანგოლოფიო და ახლა ხონდა გამართლოს ეს სიტუაცია გიო მამის ყველებით არის რა ხონდა გამართლოს არა ხახ დაფრა ეთივით და დაფრა ეთივით და ახლა და გიო გამოძვრა კაცი ხონდა დამთავრდა სცენა და სახიაქ როგორ წიროს შევხედე მე კი მოკრავ ვიღაცა კაცუსულია მაყურებელი სიცილი არ არის დარბაში და დამთავრდა სცენა დაიხო და გამოვიდა მავრი მავრი ჩაკეტილია სადღაც ეს გავხსენე ეხლა გიარო დედამიშა ძალიან ლამაზი ურთიერთობები გვაქვს ხოლმე ხო და სულ მეჯიბრებით მე და გია რა რაღაც ეს რომ გადახდება სადღაც ან სადღაცა მძიმე საწევაზე ხო რა თქმა უნდა ამისი და მე იქავა რა არ შეიძლება რომ მე თვალდახუჭულმა უნდა გავაგერე ხო და გუთაისში ვიყავით იქიდან ხტომებიდან მთელი ის იყო და ერთხელ ჩვენი მეგობარია ის ვალერი ტორონჯაძე და გადასახანი ჰქონდა ერთი ბინიდან გადადიოდა მეორე ბინაში ხალხი ნუ გადმოვიდანეთ იქ რაღაც და მე-9 საათზე იყო მაშინა რა იქ 9 საათზე და აბა გადათანილია თქო ყველაფერი დასჩენილია რაც მძიმეა რა და გზაში ვფიქრობ სანამ მოდივარ მეორე გზაზე მოდივარ და მე თქვი ახლა ის აიტანს ახლა იმას იქე და გია დამხდა იმაში სადარბაზოს შესასვლელთან ხოია რა გოლია სადარ გია მე ვხარ ეს სავარძელი იყო რა ატამაკოს ვერ ვიყავ ეს ავიტანე მე უკვე ზურგით რა შენ ზურგით აიტანე მე ვხარ ჩემთვის რა როგორ ახლა გია მაიტანა ზურგით აღო მე არ ავიტანო და რა შეიძლება საქმეზე რომ შევხედე იმას ტახს გავზომნე თვალით მეთქვი ეს ლიფტში შეეტევა თქოზე გადავადრიალე ერთხელ გადავადრიალე და შევაყოფი ამ ლიფტში და ავიტანე ლიფტი იქ მეზობელი დამხდა გამოდე ჩამოვედი მოვიდა მიშა ეგ სადახართ ამდენი ხანი მოვიწყვიტე წელი მე-9 საათზე ევიტანე მარტო თქო იმ დროში მოხდა გარჩენილია სამნაწილიანი დიდი გარდერობი ზიმე ამისთან რომელიც ლიფში ნამდვილად არ შეიძლება ხო რომელიც ლიფში ნამდვილად არ შეიძლება მოვიდა ხელი მე ვაჟა და მიშა მიგვაკ ცოტა ხნის შემდეგ მიშა რო შევიტანეთ სადარბაზოში და მიშა ეძახის არ გამოვასე მე ხარ აგინდა დამადები ზურგზეო ასე მოვკიდე ხელსო და
მე ავიტანო ამასო ზევიტკენ მე ვიშა არ გინდა აბა სულ არ მოკიდებული ხელი მე არ გინდა აბა ხელი მოკიდო და მე მარტო დავიტანო კი მივხვდით რომ ეს წამოეგო ანკესი ავადებით ეს სამნაწილიანი გარდერობი ასეთ ლიფს კიდევ ხელებს იქით აქეთ მიყვებით მე და სიცილით ეს მიდის კანონჩივით როავედით მეოთხე საფუძვე მეუბნები მიშა მეოთხარი ლიფტი დავიტანე რა მნიშვნელობა აქვს გუჟი მიგია მეოთხარი მაინც აიტანა მეცხრე საფუძვე აიტანა მეცხრე საფუძვე და მეორე დღეს მოვიდა მოღრეცილი პირველი გასტროლია რაჭაში და დავიწყოთ რაჭა სვანეთი ამროლაური ონი ცაგერი ლენტები ქუთაისი ესე იგი შემოვიარეთ ეს ძალიან მაღალმთიანი ხო ძალიან მაღალმთიანი რაიონი და ჩამოვედით ბოლოს ქუთაისში და თვითონახევრიანი გასტროლი იყო და საოცარი დღეები გვახსოვს რა სულ და ერთი მომენტია ლენდეხის სასტუმროში ვარ განაწილებული ცხენისწყლის პირზე მშვენიერი კოტეჯები ბუნება ცხინვალი ჟავე წყალი ხო და მე გია და მერა ფაილოძე ვიყავით ერთ კოტეჯში ტყის პირს განაპირას იყო რა ყველაზე განაპირას ტყესთან ახლოს და მე ვამზადებდი ხოლმე საბიროს ხო და ყველა გაჯერებული რა და მორბოდა ჩვენთან და იქ სადილობთ ხოლმე გამოვიტანე ორი დიდი ქვა დავდე თან საქმიდან მქონდა წაღებული კარაკი ერბო ეს რა ქვია ქურა ელექტროქურა მთელი ჯამპიურგერი და მთელი ეს მოწყობილობები ერბო მთელი სამზარეულო ქილა ერთი ქილა ერბო და გავიტანეთ ხოლმე ამ ხანშუკი რო არ იყო ცეცხლზე ვაკეთებდით ლობიოს ხაშავით სხვადასხვა იქ ვეყიდეთ მაღაზიაში მინდვრის ლობიო ეგეთი ლობიო მე ჩემ ცხოვრებაში არ გავიახსოვს ეს გემრი ხო და ერთ დღესაც სპექტაკლი იყო ჩვენ და აპრაკუნებს თამაშობდა გია არ იყო ამ სპექტაკლში დაკავებული და სადღაც იყო წასული იბისი ჩვენ ხო და მობრუნდა იქიდან შიე ხო და ჩვენ დავბრუნდით ამ დროს თეატრიდან სპექტაკლი ვითამაშეთ მოვედი სასტუმროში და ესეც სცენას წავაწყდით მე და მერა ფაილოძე ამოუგრია ეს ერბო ქილაგიას სავზე ერთი ბუხონკა პური პური და ზის მოიტეხავს ამ ხელს ამოაწოს და გასაგებული უკვე სადამდე იცი მარიკა ეს სავსე ლიტრიანი ერბო დაყვანილი ყავს ძირამდე დაკტოვა შიურები ხელავში ვარ ზაფხულია და ნუ რამდენიმე ადგილას წავედით საბანაოდ ალაზანზე ახლა მე რიონში მიჩვეული კაცი ვარ კაცო მდინარე მიყვარ დიდი მდინარეს ვეძებ და ადრე მოყილა ალაზანი პატარა მეჩვენა ერთ ადგილას მივედით პატარა არის მეორე ადგილას მივედით პატარა მაშინაც ნასვამი ვიყავი ხო და მე კახელებს ვეუბნე კაცო ერთი დიდი საბანაო რა კაცი რა დაიმალოს არა გაქვს როგორ არა გვაქვს კაცო ამადა ამ ადგილას არის მიხვალთო და წინაღამის ნაგებარი ნაბახოსები შემობატონო გამოვიდა ორი მანქანით მივაძე კიდე ესეთი მწვანე მინდორია და სადაც მიგვასწავლეს გავხედე მინდორია ესე არაფერი არ მოჩა და იქ ბავშვი ზის ვიღაც ზის და მე რომ მივედი ახლოს იქეთ ამ ხრიდან შემოდის ალაზანი და აკეთებს დიდ მორევს გადავიხედე ერთი მომეწონა ახლა მე ხარ ვიო გადახტება ერთი გადახტა ესე 5 მეტრი აქსიმალური მას პლატეს ხო პლატეს და გადახტა მივხვდი რომ ღრმა არის ესენი მანქანებში ზიან და მის ველოდებიან მე დასვიზა მე წამოვედი პირდაპირ უკვე მიხდი დასაცმელს და რომ მოვედი ხარ ვიო მაგარი საბანაოა თქო და გავიხადე და გამოვეკანე ახლა მე რახან გამოვეკანე ზენი უკვე დანდობილად მოდი ახლა სერვიზე ხომ მეჯიბრება არ გადავხედავ სადახტება და მე რა ვარ გადავხტი უცებ ჩამტარი ვარ ეგრე გადმოხდა სეთურიზე და ის ამას მოსდევს ამას მოსდევს და რა მოყავი თავი დავინახე რომ ჰაერში შემოფრინდა ვაჟა ციცილოშვილი და რო დაინახა სადახტება უკან დააპირა და გასვასები აბრუნება არ გამოუვიდა Isheritu, Isheritu,
კაფიანიძემ შემთხვევით შევხვდით ახლა ვინ სულ რო აღმოჩნდა სუფრა ისა თავის სარდაფია რაღაც და ესე ხია დიდი გათლილი სკამები ხისვე გადახერხილი ესე აწყვია და თავისი სკამი ესე სავარჯელი ხისგან დამზადებული თლიანი ხისგან გაკეთებული აი კაფიანიძეს რო შეეფერებდა თავი ტყავით რაღაცები თაფლით აი რაღაცები და გილია უზის ეს გვერდში თვითონ თავის ამის შემდეგ მე ასე ის იყო ბესოხიდეშენი და ნუკრი გამლელი აღმოჩნდა სუხელა რაჭველები როგორ მე ვარ ქვემურაჭველი დანარჩენი ზემურაჭველები არიან და წავიდა კაი სიმღერები ყველა მღერია ყველა მღეროდი თითქა წავიდა ძალიან კაი სიმღერა კაი საღამო გამარჯვე მე ბოლო შევთვევით ახლა და ნუკრია გაშტერებული მიჩენები ეს წერტილს ეს ბერსონი მიყვება რაღაცებს იქიდან რაღაცები და არც უგდეს ლაგერდა და ამაზე აქ ზურას ხელი გადახვეული და ასე ჩადდი და ზურა ყובה რომ მე ბიჭო გია უკავო მე შევედი ახლა ასაკშიო და რამინაო რა უნდა დაგიბარო შედიციო მე ყოტე დაუშვიმა ჩავაბარო საქართველო აქამდე ზიდეო და ახლა მე გიტყვებ შენო აი ამ სუფრაზე გადავწყვიტე ესო და გიამაც გადადო ხელი და ერთი ვარი არ უთხეთ შეიმარა საქართველო ამანაც გეორ ახლა ეცკინა ვერსიკა შეცკინა იმიტომ რომ ზურა და იმაზე ვიცაშვილ მამიდაშვილები არიან და როგორ არაფერი შემოხვედრავად აკეთებდა მე შენ რა იმაშო ზურა გამომხედა მე და ჩემთვის არა მე უთხარი არ ვიცი თქვენ საქართველოს ასულს მაგრამ ქვემურაჭაში არ დაგინოყოთ ალბანი ამირანი არის ჩვენი საძმოს ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრი ალბანი ამირანი სრულგანსხვავებული პროფესიის კაცია მაგრამ ერთხელ შეხვედრის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ მოგცილდა და ეხლა თავისი პროფესიის ხალხის საყვედურობს რომ დაგინაღლება ვიზია შენ არტისტებთან კეიფობო და ჩვენ აღარ გჭირდებითო ეს არის ჩემი ნათლია ხურცია ხურცია ჩემი ნიკოლაევიჩი ეგრელია და მეგრელს უნახავს უხარია ხო რა თქმა უნდა წყალობაში ვარ გადასარევ ადგილას წინვალე ოჯახში და ჩვენი მეგობარი კარგახმის წასული წევან რომელიც ვახსენებ მე რაფაელოძე მოვიდა ჩვენთან წასული თეატრიდან წასული ანერთ არ გავუყურე თეატრიდან კარგახმის წასული ახლა იქ არის ხუნში და ხუნში კულტურის სახლის დირექტორია მარტვილში შემოგვადონა და მოვიდა მერაბი ახლა მერაბი ერთი დაილაპარაკა თორე ამირას მეგრული კილო მოხვდა ყურში და უცებ გამოძებნეს საერთო ამგერმა და მიდის ეს მეგრული ხორტული ტკბილიანა და სიყვარული და შენ გენაყვარე და შეხახ და სიმარგაჟე და არიან ხუჭი და ერთმანეთის მოფერებაში სიყვარულში და ასმანდილოვიჩ მაგალ მომხედა მე და მე ამად გადახე ოხო ერთი ჩვენო ენა გქონდესო სხვანაირი რომ ამათი ხმის გამცემი რა ვქვა მეო მაგრამ მე მგონი ეხლა კაფიანიძე დამწერლობაზე მუშაობს და მოდი ენაზე მე და შენ მუშაობ რა დიალექტი რაც არის და რაც იქნება რაც მე სისხლში მიზის და ვერაფერი ამოშლის მადლია ჩემი მიწის რიონის კამკამას სათავე ფასის მთა ჯამათას ბუნაგი კახაბერ ერისთავის ციხე
კოცე ბაბუას გულაბი. თელი დღე ჭყაპუნის წყალში 2-2 კალმახისთვის. ქუჩაში ამაყად წაღება და მერე ჩუქება სხვისთვის. მრავალწლოვანი კაკლები და ძილი მათ ჩრდილში, ელენე ბებიას გიტარა, სიმღერა ნათქვამი კრინში. ფაცხაში ნამღერი ორპირი, ჩანჩქერის ნაშხული ბანი, ქალაქოდა და თიოში და მისთანანი სხვანი. თამადა ბრძენი და დინჯი ჯიხვის რქაგრეხილით ხელში, ფეხზე დევივით რომ დგება სიტყვა გეჭხირება ყელში. საჯვარეს ცხენდა ცხენასვლა, ხურჯინში ჩასმული ცხვარი. ნაძვის ქვეშ, ქეიფში თენება, მრვალ ვირში ნატკენი მხარი. ფოცხრებზე ცელების პრეალი, ერთ ურთის ჩადგომა ყვალში, თვალის ქმერელების კავება მუშტი მოხვედრილი ყბაში. დათვისგან დატორილი ზროხა, ტკაველი სიფართე ყვალი, ტყვალზე გაყოლილი ჯულბა, პეჩოში გახრული ძვალი. ზამთარში ჭყივილი ღორის, სისხლი დაფარული თოვლით, ბუხარში შამფურზე მწვადი, თვალები დამწვარი ბოლით, თოვლით დახურული ქუჩა. ხეებში გამძვრალი შუქი, ხამე ძალიან თეთრი, ჩრდილი ძალიან მუქი. ამის დამნახავი თუ ვარ, რაც თითქოს ისე არ ჩანს. კითხე შენ, ნამუსი თუ გაქვს, რატომ გიყვარს თქო, რაჭა? ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, გემშვიდობებით დროებით. შეგახსენებთ, რომ ეთერში იყო გადაცემა ტალანტები და თაყვანის მიცემლები, რომელშიც თქვენ შეხვდით სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს გია ჯაფარიძეს და მის მეგობრებს. Entscheidungen neu. Jetzt. Geht die Kühlung da nicht? Ja, eben. Der Sicherungskasten, können Sie mir den nochmal zeigen, bitte? Ja. Ah ja, na, da haben wir es doch schon. Da hat die Sicherung ausgehauen, das ist es. Und das war's. Ach, Das ist es. Ich tue jetzt mal hoch. Aber ich meine, gut, da muss ja irgendwas kaputt sein als die Sicherung raus. Ja, ja. Können Sie mal bitte schön herschauen? Ich habe jetzt die Sicherung wieder neu da. Bleiben Sie bitte schön nochmal da stehen. Ich schaue am Kühlschrank. Ich mache den jetzt nochmal auf. Bleiben Sie nicht da, ich komme. Und wenn ich sage jetzt,